როგორ უნდა გადააყენონ პირდაპირ წესით არჩეული უფლებამოსილება შეჩერებული მერი თანამდებობიდან კანონის რა მუხლით არის სასამართლოს განჩინების აღსრულება შესაძლებელი და ვინ არის უფლებამოსილი ეს განახორციელოს. უკვე 2 საათია ამ საკითხზე სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს თბილისის მერიაში, მასზე სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მიწვეულები. ელისო ჯარიაშვილი იყოფება ამ დროისათვის მერიაში, იგი პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ელისო, რამდენად ცნობილია იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებიც იყვნენ მოწვეული ამ შეხვედრაზე, მოვიდნენ თუ არა წარმომადგენლები? მოწვევის მიუხედავად დღევანდელ დისკუსიას არ დასწრებენ იმ უწყების წარმომადგენლები, რომლებიც როგორც მერიის წევრები ამბობენ, არიან მთავარი ადრესატები კითხვაზე თუ როგორ უნდა გადააყენონ პირდაპირ წესით არჩეული მერი და ვინ უნდა აღასრულოს სასამართლოს განჩინება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ კანონში არსებულ ხარვეზებზე და ამბობენ, რომ პრაქტიკულად გიგი უგულავა შეიძლება უკვე გადამდგარია, თუმცა სამართლებრივად მისი გადაყენება ვერ ხერხდება. გადაყენება უნდა მოხდეს ხელმძღვანელი პირის მიერ. სასამართლომ ეს დაავალა თბილისის მერიას, მაგრამ ჯერ ერთი თბილისის მერია არ გახლავთ თბილისის მერის ხელმძღვანელი ორგანო, პირიქით ის თბილისის მერისადმი დაქვემდებარებულია, ეგ-ერთი. მეორეც კონკრეტული პირი თუ თბილისის მერიაში ეს უნდა განახორციელოს არ არის მითითებული და თბილისის მერია მაშინ არის შენობა, რომელიც კონკრეტული მისამართზე დგას. და ასევე მნიშვნელოვანია ეს, რომ მექანიზმი თუ როგორ უნდა მოხდეს პირდაპირ არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენება ფაქტურად საქართველოს კანონმდებლობაში არ არის მოცემული. აქედან გამომდინარე არც სასამართლო შეუწყებია თავი, რომ კონკრეტულად დაეკონკრეტებინა როგორ უნდა აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება. სადაო საკითხია, სამართლებრივად იმ წესით, რა წესითაც შეიძლება მოვიხსნათ ანალოგია გაერთიანებული შტაბის უფროსთან, ის რჩება მერა. ჩვენ მოწვეული ყავდა იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ომბუდსმენის წარმომადგენლები, ისინი არ ესწრებიან ამ შეხვედრას, ჩვენ ძალიან ვწუხართ ამის გამო, ვინაიდან იმედი გქონდა განსაკუთრებით პროკურატურა, რომელსაც დაევალა ამ განჩინების აღსრულების ორგანიზება და იგი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ გამოაგზავნა განჩინების ტექსტი, რომელიც ჩვენ ისედაც გქონდა სასამართლოდან მიღებული, არ მოვიდა მისი წარმომადგენელი, ბატონ მალხაზ კაპანაძეს, რომელსაც ევალება სწორედ ზედამხედველობა მის აღსრულებაზე და ორგანიზება ამისი, არანაირად არ გვეხმარება ამის ორგანიზებაში. დისკუსიის ფარგლებში განსხვავებული იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიცია. კახა კოჭორიძეს მიაჩნია, რომ მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, საქალაქო სასამართლოს განჩინება უნდა ჩაითვალოს იმის საფუძვლად, რომ გიგი უგულავა სამართლებრივადაც გადამდგარი იყოს. ამ არგუმენტებს არ ეთანხმება მერია. გაურკვეველი ფორმულირება განჩინების სარეზოლუციო ნაწილის და როგორც ჩანს ხამის საათებში რომ ჯელობდა სასამართლო აღნიშნულ განჩინებაზე ეთხოვა ამ განჩინებას და მესამე მიუხედავად იმისა რომ ესეთი გაუგებრობები გვაქვს ჩვენ სასამართლოს განჩინებაში თუ კანონმდებლობაში სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს პირდაპირ სავალდებულო ძალა შესრულულად სავალდებულოა და ამ შემთხვევაში მისი კანონიერ ძალას შესვლის მომენტიდან თბილისის მერი ითვლება თანამდებობიდან გადაყენებულად. ბატონ კახას აქვს ასეთი მოსაზრება, თუმცა ის ჩემი შეფასება არის, რომ არ გამომდინარეობს კანონის კონკრეტული მუხლებიდან გამომდინარე, ის უფრო მსჯელობს ლოგიკურად და ზოგადი სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, თუმცა როდესაც საუბრობთ პირდაპირ წესით არჩეული თანამდებობის პირის თანამდებობიდან ამ ფორმით გადაყენების შესახებ, ამ შემთხვევაში საფუძველი უნდა იყოს კანონის კონკრეტული მუხლი და არა ლოგიკური აზროვნება და ზოგადი სამართლებრივი პრინციპები. გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე დღეს განცხადებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოშიც. რომელიც გამოიყენა ამ შემთხვევაში სასამართლომ არის არაახსრულებადი. გიგი უგულავა ამბობს, რომ რა თქმა უნდა ეს დაიმორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს ასეც იქნება, როგორც კი გამოჩნდება ვინმე ზემდგომი პირი ქალაქის მერის პირდაპირ არჩეულის, რომელიც აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას და მიუთითებს გიგი უგულავას როგორც ზემდგომი პირი და ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულოს. ვეძებ ზემდგომ პირს. პირდაპირ არჩეული მერი ზემდგომი პირზე არის გამოცხადებული ზემდგომი. მე აქ ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას სამართლებრივი კუთხით, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ საქმიანობა შეუჩერდეს მას, ან უფლებამოსილება შეუჩერდეს, ნიშნავს, რომ მან ეს არ უნდა გააგრძელოს. თუ ის ამას აგრძელებს და თუ არასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ანუ არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის ცალკე მუხლი ასევე სასამართლო გადაწყვეტილების განზრახ შეუსრულებლობა, რაც არის ცალკე დანაშაული
დღეს სპეციალისტები სწორედ ამ თემაზეც აკეთებდნენ აქცენტს, ისინი საუბრობენ, რომ განჩინების არ შესრულება ასევე იწვევს სისხლის სამართლებრივ დევნას, თუმცა მერიაში ამბობდნენ, რომ ასევე გაუგებარი რჩება, თუ ვის შეიძლება ასეთი ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისროს. დიდი მადლობა.